ქრისტეს დაგლოცოთ, აგაძლიეროთ და ღმერთმა მოგვანიჭოს ის უმთავრესი, ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, რაც ასე აუცილებლად ჭირდება ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, მოწამეობრივი სული და მხედრული სული. ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ მამები გვასწავლიან, რომ სიმამაცე ეს არის ერთ-ერთი სათნოება და ლაჩრობა ასევე ცოდვა არის. და სიმამაცე სულიერ ცხოვრებაში რეალიზდება იმით, რომ ადამიანს არჩეული აქვს რა, ხედავს თავის მიზანს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს და არჩეული აქვს თავის ცხოვრების საზრისი და მიზანი რა, ყოველგვარი უკან დახევის გარეშე, გვერდზე გადახვევის გარეშე, სულმოკლეობის გარეშე ისრაფის ამ მიზნისაკენ. ჩვენი გზა ვიწრო და ეკლიანია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ეს და ქრისტესია. ქრისტემ გაიარა ეს გზა და გაიარა სწორედ ეკლიანი და ვიწრო გოლგოთის გზა. და ჩვენ დაგვიტოვა ეს გზა, მაგრამ ეს გზა არ თავდება სამყაროში, ამ ხილულ სამყაროში, იგი მარადისობაში აღიწევა და იქ არის, სადაც ყოვლადწმინდა სამების წიაღია, სადაც ჩვენი მაცხოვარია, განკაცებული ღმერთი და მაგრამ ეს გზა ჩვენი გასავლელია. უფალი გვეხმარება, მაგრამ გვეხმარება იმდენად, რამდენადაც ჩვენ მინდობთ. უძღები შვილი, რომელიც გულში ჩაიკრა მამამ, რომელსაც მამა წინ უსწრებს და გარეთ ხვდება, თავად მორბის და ქედზე დავარდება შვილისა, გულში დამით სიყვარულს გამოხატავს უძღები შვილისადმი. ეს მაგალითი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია მამას ყოველთვის უყვარდა უძღები შვილი, მაგრამ იგი მხოლოდ მაშინ გაეშორა მისკენ და გულში მაშინ ჩაიკრა, როცა თავად შვილი წავიდა მისკენ. ამიტომ ჩვენს გარეშე, ჩვენი აქტიურობის გარეშე, ჩვენი ბრძოლის გარეშე, ჩვენი ღვთისაკენ სწრაფის გარეშე, ჩვენი სულის ცხოვრების საქმე არ გამოვა და ეს გზა სწორედ თავგანწირვაზე გადის. ადამიანს თუ თავგანწირვის უნარი არ აქვს, თუ ადამიანს თავისთავი ებრალება სულიერ ცხოვრებაში, იგი გავს მეომარს, რომელსაც სწორედ თავისთავი ებრალება, მეომარს, რომელსაც საკუთარი თავი ებრალება, ის ვერ იბრძვის, ის ანგარში ვერ ჩაწვება, ის სიცივეს ვერ გაუძლებს, შიმშილი არ მოეწონება და ასე შემდეგ. ამიტომ თავგანწირვა არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყოთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, კაცმა რო თქვას, რის გამოც ჩვენ უღიმღამო, ნელთბილი, წყალწყალა, ისე რა ქრისტიანები ვართ, სწორედ ისე, რომ თავის გაწირვა არ მიყვარს. თავის გაწირვა ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ მოიქცევა, არავინ იცის, მაგრამ ესეთი შემთხვევა შეიძლება არ დადგეს ჩვენ ცხოვრებაში. თუმცა ყოველდღიურობაში ჩვენ ხვდებით იმას, რომ თავგანწირვა საჭიროა და ყოველდღიურობაში ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ და ყოველდღიურობაში ხასიათის სიმტკიცე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ყოველდღიურობაში თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ ყოველდღიურობაში ვაგებთ პატარ-პატარა ბრძოლებს ქრისტეს თვის და ჩვენს გულში სამწუხაროდ ბოროტი იმარჯვებს ხოლმე. და ხშირად ვსაუბრობ ჩვენ სწორედ თავგანწირვის ერთ-ერთი სახეზე, რომელსაც ღამე წამოდგომა და უფლისათვის, ქრისტესათვის წამოდგომა ქვია და მხოლოდ ქრისტესათვის და სხვა არაფრისათვის. არანაირი სავედრებელი, არანაირი სათხოვარი. ამ ქვეყნიური ჩვენ არ გვაქვს, არ ჩვენთვის, არ სხვებისთვის. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს, ავდგეთ ქრისტესათვის და ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა. ეს არ არის ადვილი, ეს რთულია. როგორც კი ადამიანი ამის კეთებას იწყებს, ეს რთულია. მაგრამ თუ ადამიანს აქვს ეს აი შინაგანი განწყობა, მეომრული, მხედრული სიმამაცე, როცა ის საკუთარ თავს განაწყობს ის, რომ უკან არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს, მაშინ იგი ახერხებს ამას. მაგრამ თუ ადამიანს ეს შინაგანი სიმტკიცე და სიმამაცე არ აქვს, იწყებენ და აღარ აგრძელებენ და ძალიან ხშირად რა ქვია ახლა ამას თავიდანვე ალალი აღიარება იმას, რომ არ შეუძლია და აფროსად არ სურთ, თავიდანვე უარს ამბობენ. სხვათა შორის ძალიან ხშირად სასულიერო პირები, თორსა ჩვენ საუბრობთ ხოლმე სასულიერო პირებსაც აქვთ ხოლმე რაღაც არგუმენტები, რის გამოც მათ არ ცალოთ თქვათ ღამე ქრისტესათვის წამოდგომა. და ჩვენთვის ეს რასაც ახლა მე ვამბობ, გარკვეული ეგზოტიკაა ხოლმე რაღაც თითქოს, რომ აი ღამე წამოდგომა რაღაც. არ არის ეს ეგზოტიკა. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ღამის თევა, როგორც ასეთი ეს ფენომენი,
მარტო სულიერ ცხოვრებაში საჭირო არ არის. აი მაგალითად სტუდენტი რომელიც გამოცდებისათვის ემზადება, ეს ღამეებს ათენებს ხოლმე იმისათვის რომ გამოცდა კარგად ჩააბაროს, ხო? ეს გამოცდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როცა ადამიანი თქვათ მწერალი როცა შრომობს და წერს და ასე შემდეგ, მაგრამ მეცნიერი როცა მუშაობს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ღამეებს ათენებენ ადამიანები დროს ტარების გამო. და როცა კი თავარზე მიუთითებთ, უკვე ადამიანი უკან იხევს. იმიტომ რომ დროს ტარებაც და ამ ქვეყნეულის ყველაფერი კაცმა რო თქვას, მათ შორის მეცნიერება და ხელოვნება თავის უარყოფას არ ითხოვს. პირიქით, ეს არის საკუთარი თავის რეალიზება ამ სამყაროში. და რეალიზება იმისათვის, რომ გარკვეული წარმატება ქონდეს, კარიერული წინსვლა ქონდეს და ასე შემდეგ. ხოლო აი ქრისტესათვის წამოდგომა ამ ქვეყნეული რეალიზებას საკუთარ თავში საერთოდ არ გულისხმობს. არანაირად არ გეხმარება არც კარიერაში, არც სიმდიდრეში, არც საკუთარი თავის წარმოცენაში, ხალხთა წინაშე და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ქრისტესათვის არის. იგი მხოლოდ შენ იცი და უფალმა იცის სხვა და რა თქმა უნდა, მთელმა სამყარომ, დემონურმა სამყარომ, რომელიც ამას ვერ გულობს და ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში აბსოლუტურ უანგარობასთან აგვაქვს საქმე. ღვაწლის უანგარო სახეობა, როცა ამ ქვეყნებად არაფერი არ გერგება, არაფერი არ მოგეცემა სანაცვლოდ, არაფერი აბსოლუტურად. მაგრამ სამაგიეროდ მოგეცემა ისეთი სიხარული და ისეთი ბედნიერება, რომელსაც ეს ქვეყანა და ეს სოფელი არ იცნობს. მაგრამ ჭირდება ამას თავგანწირი. სხვანაირად არაფერი არ გამოდის. და აი ჩვენ ვერტმაქნას რომ ჩვენ ამას გარკვეულწილად მიჩვეულები გვაქვს. აი მაგალითად როცა ადამიანი მოდის და წირვაზე დგება, აქაც იგივეა, ხო? არანაირი კარიერული წარმატება, ფული და სხვა და ასე შემდეგ და შემდეგ არ მოგეცემათ იმის გამო რომ თქვენ დღეს წირვაზე იყავთ. აბა რატომ მოხდა? რატო შესწირეთ უფლას ეს 2 საათი, 3 საათი, რისთვის? იმისათვის რომ სწორად სულიერი მიიღოთ. ასევეა ზუსტად იმ შემთხვევაში, რასაც ღამე წამოდგომა ქვია, ოღონდ იქ ცოტა მეტი თავგანწირვა მოითხოვება. მაგრამ თუ ჩვენ მოგოჩვენება რომ ეს ძალიან მძიმეა, იცოდეთ რომ ეს არის საცდურია შმაკისგან. არაფერი მძიმესი ნამდვილაში ეს არ არის. ეს უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ უყურებთ ადამიანებს საკუთარ თავს და სხვებსაც, რომლებიც ათეული წლებით ხანდახან ქრისტიანულად ცხოვრობენ და ძვრა არა აქვს. და რა მნიშვნელობა ეს კაცია ის იერარქიაში მყოფია და სულერთია. არა, პირადმა სულიერმა ცხოვრებამ იერარქია, ეს კაცი, ქალი, კაცი არ იცის. ყველანი ერთად ღვთის წინაშე. როცა ადამიანი ღამე წამოდგება, სულერთია, ეს ეპისკოპოსია, მღვდელია თუ ერისკაცია, ქალია თუ კაცია, მონოზონია თუ ერის ადამიანია, სულერთია. ის რომ ღამე წამოდგება და ერთიაზე არის უფალთან, არის ყოველგვარი რეგალიებისა და რაღაცა იერარქიული კუთვნილების გარეშე, ერთ-ერთზე უფალთან. თავისი სისუსტეებით, თავისი უღირსობებით თუ თავისი ღირსებებით და ასე შემდეგ. არაფერი, ერთი ლიტონი ადამიანია. თვითონ ეს ფაქტი, რომ ადამიანი ამ დროს არაფერს წარმოადგენს ამ ქვეყნული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის ერთი ლიტონი კაცია, ერთი ჩვეულებრივი თაგანი, რომელიც სამყაროში არსებობს, ყოველგვარი კიდევ ვიმეორებ რეგალიების და იერარქიული კუთვნების გარეშე და სოციალური სტატუსის გარეშე, თვითონ ეს ფაქტი უკვე საოცარებაა. თვითონ ეს ფაქტი არის უკვე დამზდელი და აღმზდელი თითოეული ჩვენთაგანისა. ამიტომ ჩვენ რო უყურებთ ადამიანებს, რომელიც წყლობით და აცლელობით ქრისტიანულად ცხოვრობენ, მიუხედავად მათი ინტელექტუალური მომზადებულობისა თუ იერარქიული კუთვნილებისა, ხედავთ რომ შედეგი არ არის ხოლმე და საკუთარ თავშიც სამწუხაროდ ხედავთ ამას, შედეგი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი თავგანწირის უნარი ქრისტესათვის. და სიყვარულის კანონი ესეთია, სიყვარული თავგანწირების გარეშე უბრალოდ არ არსებობს. ყველაფერი დანარჩენი, ანუ ის, რასაც ჩვენ სიყვარულს უწოდებთ და იქ არ არის თავგანწირვა, არის რაღაცა ნიღაბი, რაღაცა, რომელსაც აქვს სიყვარულის ნიღაბი აფარებული. ესეა. უფალიც ამას გვასწავლის, წმინდა მამებიც ამას გვასწავლიან, პრინციპში საკუთარი გამოცდილებაც ამას გვასწავლის, თუ ჩვენ ცხოვრებას კარგად გავაანალიზებთ, ამიტომ გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ღირს უფლისათვის თავგანწირვა. ღირს და გადავდგოთ ეს ნაბიჯი. თან აქ ერთი რამეა კიდე, ადამიანი ამას რო აკეთებს, ყველაზე მეტად დაინახავს მაშინ თავის უძლურებას. ადამიანი, რომელიც უფლისათვის თავგანწირვას ეცდება, ის დაინახავს საკუთარი თავის უძლურებას, საკუთარ არარაობას, უღირსობას, მას უბრალოდ მისი განკითხვის სურვილი აღარ გაუჩნდება. ანუ კიდევ ერთი სათნოების მომპოვებელია, განუკითხველი ხდება სხვა ადამიანებისა. ამავე დროს ადამიანი ნელ-ნელა ხდება მადლის ჭურჭელი, სულიწმიდის ჭურჭელი და აქედან გამომდინარე იგი ვეღარ და აღარ ეგუება ბოროტებას სამყაროში.
არა და ეს შეუგუებლობა მიმართული არა ადამიანებისადმი, არამედ ბოროტებისადმი, რომლის უკან დგას პერსონა, სატანა თავისი ეშმაკებით. ადამიანი ამას აღარ ეგუება, ადამიანი ამას ვეღარ ეგუება, ადამიანში ნაგანი ამბოხია ყოველივე ამის წინააღმდეგ, ოღონდ მიმეორე კიდევ ერთხელ, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ცალკეული ადამიანებისადმი. ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის ეს ჩვენ თავგანწირვა, გამაწამოდგომა და უფლისძიება, იგი აცოცხლებს ჩვენში სარწმუნოებას, იგი ჩვენში ის მოგვაპოვებინებს ქრისტეს სულს და პავლე მოციქულის სიტყვები გვახსენდება, ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი, ანუ არ არის ქრისტესი, არ არის ქრისტიანი და სული ქრისტესი თუ არის ადამიანში, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი მას გამოაქვს ნაყოფები სული წმინდისა, რომელიც გალატელთა მიმართ ეპისტოლეში არის, რასაც აღმოგიკითხა იგი დიაკონმა და ეს ნაყოფები ჩვენში უკვე შესამჩნევი ხდება და იგი ადამიანს ამყოფებს იმ მდგომარეობაში, რასაც ქვია აი უფლის სიტყვები, რომ არ იყავით ნათელი ამას უფლის. და უკვე ადამიანი თავის ცხოვრების წესით, თავის მდგომარეობით, თავის გამოხრებით, თავის მიხვრამოხით მისიონერია. მაგრამ ეს არ გამოვა. არავითარ შემთხვევაში არ გამოვა, თუ ადამიანი თავგანწირვას არ ცდილობს ქრისტესათვის. იმიტომ რომ ერთადერთი აი თავგანწირვა ქრისტესათვის და გამაწამოდგომა ამიტომ მნიშვნელოვანი, რომ როგორც კი ვთქოს, ღამე გვეკუთვნის ჩვენ და ყველაფერი დანარჩენი დრო ის ჩვენ ვეკუთვნით სხვას, ოჯახს, სამშობლოს და ასე შემდეგ, სამსახურს და ასე შემდეგ, ერთადერთი რაც ჩვენ გვეკუთვნის იქიდან რომ ამოვიღებ და უფალს შევწირავ, როცა კიდევ მიმეორებ ერთ-ერთზე ხარ უფალთან მხოლოდ ქრისტესათვის და სხვა არაფრისათვის, აქ არის სწორედ და არაფერს არ გაძლევენ ამისათვის ხას უსვავ და პირიქით თუ რამე არის ამ ქვეყნიური ის გაკლდება, შეიძლება გარკვეულწილად ჯანმრთელობაც კი, იმიტომ რომ თუ არის ყოველს ეს თუ ნამეტანს ისავ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ ნამეტანი არ ვქნათ, იმიტომ რომ ნელ-ნელა დავზარდოთ ეს რაც არის საკეთებელი და ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაღლილი, შეიძლება კარგი სიზმარი არ ნახო და ასე შემდეგ და ნამდვილად არავინ არაფერს არ გაძლევს და თან პრინციპში ეს ფარულიც უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს საცნაური, ანუ სრული უანგარობა აქვს, აი ეს სრული უანგარობა იწვევს იმას, რასაც ადამიანი მერე ნამდვილი ქრისტიანი, რასაც ქვია უკვე ნამდვილი ქრისტიანობა და ადამიანი შინაგანად იმდენად იცვლება, რომ მერე მას უკვე გარშემოყოფები ამჩნევენ და ამჩნევენ რა კუთხით, რა გაგებით, სურვილი უჩნდება, თუ თავადაც ქრისტიანები გახდნენ. და ეს ჩვენი ვალდებულებაა, უფალმა ეს ყველას დაგვავალა, რომ იყავით ნათელი ამას უფლისა, იყავით მარილი ამას უფლისა. არაფერი მიკერძოება არ ყოფილა, რომ შენ იყავი, შენ არ იყავი. მოდელო შენ იყავი, ერისკაცო შენ, ყველა უნდა ვიყოთ. ყველა ნათელი ამას უფლისა. თითოეული ჩვენთაგანზე არის დავალება უფლისაგან მოცემული. აი ესია და ღმერთი შეგვეციოს და მოგცეს ამ თავგანწირვის უნარი და შესაბამისად მოგოცემა მოუკლებელი ლოცვა, რომელიც გაცოცხლდება მთელი 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად მოგოცემა სულის დუღარება, ანუ ის ცეცხლი ღვთაებრივი, რომელიც არ დაიმალება და თვალებიდან გადმოიღვრება და ჩვენს ცხოვრებაში გადმოიღვრება და შესაბამისად მოგოცემა მარადიული სიხარული, ანუ აქვე დაწყებული უკვე სასუფეველის სიხარული, როგორც ასევე პავლე მოციქული გვასწავლის. ღმერთი შეგვეციოს, გაგვაძლიეროს უფალმა და მოგცეს ძალა და მხნეობა თავგანწირვისა ქრისტესთვის. ამინ.